სოკრატე ამბობს, რომ მე ვიცი, რომ რაც მე ვიცი, ის არაფერია იმასთან შედარებით რაც უნდა ვიცოდე. ამი ძალიან მოკლე პრიმიტიული წინადადება უფრო ცნობილი სოკრატესთან დაკავშირებით. თითქოს მან თქვა, რომ მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. მაგრამ სინამდვილეში მან თქვა ის, რაც თქვენ ახლა თქვით. კი, სინამდვილეში ეს თქვა, რომ აი ჩემი ცოდნა არაფერია იმასთან, რაც უნდა ვიცოდე. ამიტომ, როდესაც ვიტყვით მორწმუნე ადამიანს, აი ხშირად გონიათ, რომ ვისაც ღმერთი სწამს, ის არის მორწმუნე. ეგრე არ არის. ღმერთის არსებობის რწმენა არ ნიშნავს მორწმუნეობას. ყველაზე მეტად გაუგებარი ადამიანისთვის არის სიყვარული. აი სიყვარულს ვერაფრით ვერ გაიგებს, საიდან მოდის, როგორ მოდის. ეს სიყვარულს მეტის გაგება შეუძლია ვიდრე გონებას. რაც არ უნდა ახსნან, რა არის სიყვარული. ეს იმდენად პირადია. აი იმდენად პირადია ღმერთი და ღმერთის ხილვა, რომ იმისი ახსნა შეუძლებელია გონებით. არა სიყვარულით კი. ამიტომ ეს ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული ახსნა არის ღმერთის, რომ ღმერთი სიყვარულია. აი მაგალითად, რომ აი ტაძარი არის, დღეს ეკლესიას ეძახიან ტაძარს, ეს ძალიან ცოდია, რომ გააიგივეს ეკლესია და ტაძარი ეკლესია არ არის, ტაძარი არის ტაძარი, შენობა, ეკლესია ვარ ჩვენ, ანუ მოწოდებული ხალხი. და ხალხი, რომელზეც გადმოვიდა სული წმინდა დამკვიდრებული. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, მსმენელებს. ვიწყებთ გადაცემას ციკლიდან მამა დოროთეს ამბიონი, სწორედ მამა დოროთეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქადაგებებს მის სწავლებას, უფრო სწორედ ქრისტიანული სწავლების განმარტებებს ვისმენთ, ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც საინტერესო, მნიშვნელოვანი არის არა მარტო ქრისტიანობისთვის, რელიგიის მცოდნეობით დაინტერესებული ადამიანებისათვის, ზოგადად ჩვენი, ანუ ადამიანების მიერ თვითშემეცნების თვალსაზრისითაც, ადამიანის ბუნების, მისი არსის, მისი დანიშნულების გასააზრებლად. სანამ დღევანდელი გადაცემის თემას დავაანონსებ და ცხადია მივცემ შესაძლებლობას მამა დოროთეს რომ დაიწყოს საუბარი. მანამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თუ კი შემოგვიერთდით ისეთები, რომელთა ჯერ არ გაქვთ გამოწერილი დროების YouTube არხი, გამოიწერეთ. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გადაცემების ცდომის გაფართოების თვალსაზრისით მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, მოგწერეთ თქვენი შეხედულებები, ჩვენ ყოველთვის ვეცნობით მას, მამა დოროთეც ანალოგიურად იქცევა და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი შემდგომი გადაცემების თემების შერჩევაში, ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ცალკე გადაცემები ამავე ციკლიდან, რომელიც სწორედ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, პასუხებზე იქნება ორიენტირებული. მადლობა კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ მამა დოროთემ დაიწყო ადამ სადახარ და ეს არისო მხოლოდ ღმერთის მიერ ადამიანის მოხმობის მცდელობა, ეს არის თავად ადამიანის თვით შემეცნების, თვით მისი დანიშნულებისა და მისი ბუნების გააზრების მცდელობა პირველი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, ეს თემა ჩვენ არ ამოგვიწურია, ამდენად სწორედ ამით დავიწყებთ საუბარს და შემდეგ სხვა თემებსაც შევეხებით. მოგესალმებით. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა იმისთვის, რომ მომეცით ამბიონი. როცა ვიღაცები ცდილობენ, რომ ამბიონი წამართვან და ამით გამაჩუმონ თქვენ პირიქით მომეცით ისეთი ამბიონი, სადაც უფრო მეცზე და უფრო სიღრმეზე თუ სიმაღლეზე არ ვიცი როგორ დავარქმევთ, ვისაუბრო და ეს ჩემთვის ეს ამბიონი გახდა ის ადგილი, რა ადგილიც იყო მოსესთვის სინას მთა, როცა ის ადის ღმერთთან, შედის სიბნელეში და ესაუბრება მას ღმერთი. ჩვენ წინა გადაცემა დავიწყეთ იმით, რომ ადამ სადახარ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ყოველი ადამიანისთვის, რომ მან გაარკვიოს რა მდგომარეობაშია. ასევე როდესაც ღმერთი ეს პოპს პირველ კაცობრიობას ნოეს ოჯახის გარდა
იქ ესე წერია რომ ნოე იყო სრული თავის ნათესავთა შორის და რადგან გაირყნა კაცი. აი ამ ადგილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რას ნიშნავს ნოე იყო სრული. რამდენად სრული. და ნოე იყო სრული ნიშნავს რომ ის იყო ისეთი როგორიც შექმნა ადამიანი ადამი ღმერთმა მაგრამ განსხვავება ის იყო რომ ადამის შექმნა და შექმნისთანავე მას აძლევს სული წმინდას მის სულს სული წმინდა არის შეერთებული და აძლევს სიტყვას და დაცემის შემდეგ ვიცით რომ განშიშულდა ანუ განშიშულდა ნიშნავს შიშველი კაცი აი შიშველი კაცი ნიშნავს შიშվել სულს და შიშվել სხეულს აი ეს შიშველი სული და შიშველი სხეული არის სრულყოფილი ადამიანობაში მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვით ადამიანს ღმერთი ჭურჭელს ეძახის პავლეზე ამბობს ეს არის ჩემი ჭურჭელი რჩეული ჭურჭელი და ჭურჭელს იმიტომ ეძახის როგორც ხორცი არის ჭურჭელი სულის ისევე სული არის ჭურჭელი ღმერთის წინა გადაცემაში ვთქვით რომ პავლე მოციქული ამბობს რომ ვინც უფალს უერთდება მასთან ერთი სული ხდება ანუ ჭურჭელი ამ გაგებით არის შეერთებით რომ ის ღმერთს როცა შეუერთდება მაშინ ხდება სრულყოფილი მაგრამ სრულყოფილი ხდება გამხრთობით მაგრამ ადამიანობით სრულყოფა ადამიანობის სრულყოფა არის სრულიად უკვდავი სული გონიერი სული და სხეული ისეთი როგორიც ადამიანს ჰქონდა აი როგორი რაღაცა არის იცით აი მაგალითად სხეული ეს ბუნება აი სულის ბუნება როგორ არის აი მაგალითად არის ადამიანი სხეულებრივად თუ შეიძლება ესე შევადაროთ თეთრკანიანი და არის შავკანიანი ანუ იყო თეთრკანიანი და გახდა რაღაც პირობებით შავკანიანი ხო მაგრამ ერთია ფერია სხვა ხო მაგრამ ერთია ორივე შავკანიანიც იგივე გულის მქონეა გულის მქონე და რა ბუნების მქონე არის თეთრკანიანი ხო ანუ ადამიანობაში ერთია არავითარი სხვაობა ჩვენს ბუნებას შორის არ არის აი ასე მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ სული არის ნატურა სიტყვაზე აი ნატურა და ეს სული ნათდება როცა ენერგია უერთდება ელექტროენერგია მიეწოდება ელექტროენერგია მიეწოდება და არის ნათელი მაგრამ თუ ელექტროენერგია არ მიეწოდება ის დანიშნულებას ვერ ასრულებს თორე ის სრულყოფილი ნატურაა ხო არ არის გაფუჭებული ნატურა სრულყოფილი ნატურა აი ასევე სული არ არის გაფუჭებული სული დაცემით არ გაფუჭებულა გაფუჭებული ნიშნავს რომ ის რაღაცა სიცოცხლე მოაკლდება რაღაცა ჩვენ როცა ვამბობ სული კვდება ნიშნავს ის არა ისე როგორც ხორცი კვდება არამედ სული კვდება ნიშნავს რომ დაკარგა ნათელი რომელიც არის ღმერთი დაკარგა ღმერთთან აი ის კავშირი საკუთარ თავში და შერჩა კავშირი გარეთყოფ ღმერთთან აი აქ არის როცა სიბრძნე ამბობს ვინც უგუნურია მობრუნდეს ჩემსკენ ვინც უგუნურია მობრუნდეს ჩემსკენ სოლომონის იგავებშია ვინც ჭუანაკლულია ვინც ნაკლულია ჭუანაკლულია მოვიდეს ჩემთან და ჭამოს ჩემი პური აი ეს არის ახლა აი ფილოსოფიურად რო ვთქვათ ეს არის სოკრატეს სიტყვებით ამასზე მეტყველებს სოკრატე ამბობს რომ მე ვიცი რომ რაც მე ვიცი ის არაფერია იმასთან შედარებით რაც უნდა ვიცოდე ამი ძალიან მოკლე პრიმიტიული წინადადება უფრო ცნობილი სოკრატესთან დაკავშირებით თითქოს მან თქვა რომ მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი მაგრამ სინამდვილეში მან თქვა ის რაც თქვენ ახლა თქვით კი სინამდვილეში ეს თქვა რომ აი ჩემი ცოდნა არაფერია იმასთან რაც უნდა ვიცოდე რაც ცოდნაც არსებობს მიქიდან მე ძალიან ცოტა ვიცი აი ეს არის ადამიანის გონების დღევანდელი სრულყოფილება
დღევანდელი სრულყოფილება არის ადამიანის რომ შეიგნოს რომ უგუნურია. ანუ უცოდინრობის ორი სახე არსებობს. ერთი რომ სრულიად უცოდინარი ხარ ყველაფრის, ეს არ არის მიღებული, მაგრამ იმდენის მცოდნე ხარ, რომ შენს იქით ცოდნა იცი რომ ბევრია. ანუ უფრო მეტი არ იცი ვიდრე იცი. აი ეს არის გონების უგუნურება, იმიტომ რომ ღმერთი ღვთის სიბრძნე გეძახის. ეხლა სამებას ხშირად ადარებენ მამები, ხან მზეს ადარებენ, ხან გონებას ადარებენ, ეხლა სამება შეუდარებელია, საერთოდ ქმნილებასთან, რამესთან შეუდარებელია, მაგრამ რაღაცნაირად რო გავიგოთ ჩვენ, ამიტომ აი მაგალითად ხო ამბობენ რომ თვითონ ქრისტემ თქვა რომ ღმერთი სულია, მაგრამ ღმერთის სულიც არ არის, ესე ღვთისმეტყველებები ესე ამბობენ რომ არ არის მისი ბუნება სული არ არის, ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ აი როდესაც გონებას ადარებენ, ეს ძალიან საინტერესოა რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს რომ მამა არის გონება. და აი ადამიანის გონება წარმოვიდგინოთ, ადამიანში არის რა? გონება, სიტყვა და აზრი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხა მე როცა გონება წარმოჩევს აზრს და აზრი გამოიხატება სიტყვაში. ხო, აი გონება აზრი სიტყვის გარეშე არ არსებობს. ანუ ჩვენ გონება სიტყვის გარეშე წარმოგვიდგენია სიტყვის გარეშე გონება. არა, იმიტომ რომ აზრის ფორმას აძლევს სიტყვა. არის როცა ფიქრობთ, სიტყვით ფიქრობთ, ხო ესეა? ხო და ამ სიტყვას, ყველა სიტყვას გააჩნია თავისი აზრი, შეიძლება ერთი და იგივე ჟღერადობის იყოს სიტყვა სხვადასხვა ერში, მაგრამ სხვადასხვას ნიშნავდეს. იმიტომ რომ სიტყვის ჟღერადობა კი არ გაძლევს სიტყვის გაგებას, არამედ მისი შინაარსი. შიდა არსი რა გაქვს იქ შენ ჩადებული. ამიტომ დააკვირდით აი მამა არის შემოქმედი, ხო? მაგრამ ჩვენ მამის შემოქმედებას ვხედავთ მისი სიტყვის მეშვეობით. მან თქვა და იქნა, ხო? და მისი ნაყოფის მეშვეობით. სული წმინდა იძრო და წყალთა ზედა. აი გონება, როდესაც ადამიანი როცა საუბრობს, აი ადამიანის გონება წარმოვიდგინოთ ახლა, აი როცა მე ვსაუბრობ, როცა თქვენ საუბრობთ, როცა ვიღაცა ბრძენი საუბრობს. და ჩვენ ვამბობთ, რომ გონიერი კაცია. თუ მისი სიტყვა და აზრი მოგვეწონა, მაგრამ ხედავთ გონებას. გონებას ვერ ხედავთ. აი ეს არის აი ვინც მე მიხილა, მამა იხილა, სიტყვა რო ამბობს. მისი გონიერების ნაყოფს ხედავთ. ხო, აი მისი შინაარსი და მისი სიტყვა აცხადებს მის გონებას. ამიტომ სიტყვას ასე თუ ისე ვხედავთ, მაგრამ ამასაც ვერ ხედავთ, გვესმის, ხო? ხმოვანია. ასევე არც მამა, არც ძე, არც სულია, არავის არასოდეს უხილავს, სამება არავის არასოდეს უხილავს, ნიშნავს რომ არა რომ არავინ ვერ შეიცნობს, ბოლომდე რა თქმა უნდა ვერავინ ვერ შეიცნობს, მაგრამ ის უხილავია აი ამ გაგებით, როგორც გონება უხილავია ჩვენთვის მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, რომ გონიერი კაცია, დავინახეთ გონება, ხო? ანუ სიტყვის შემოქმედი დავინახეთ ამ წუთას, ნუ ჩვენში. შემოქმედი, ნუ სიტყვა მასშია მუდმივად. ამიტომ ეს არის ისეთი რაღაცა, რომ აი მაგალითად ღმერთს რო შეუცვალოთ სახელი. ღმერთი არ გვესმის რას ნიშნავს, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ამბობენ, რომ ღმერთი არსებობს. და ნუ არ არსებობს ვიღაცა იტყვის, მაგრამ სხვა სახელი დავარქვათ. შემოქმედი არსებობს? აი რასაც ხედავს იმისი შემოქმედი დავარქვათ ღმერთს. ხო და აი უკვე დაეჭდება. კაცი იტყვის, ნუ აბა საიდან მოვიდა? შემდეგი კითხვა. ნუ ეს მოცემულობა საიდან არსებობს? აბა საიდან არსებობს ეს? ხო ადრე ხო ესე ფილოსოფიაში არის ესეთი რომ დედამიწა კუზე დგასო და ის კურაზე დგასო და მეორე კუზეო და ის მეორე კურაზე დგასო და კუებზეო და ეს კუები ამდენი კუ არის უთვალავიო. ანუ ეს უთვალავამდე მიდის. აი ადამიანს საერთოდ არარსებობის წარმოდგენა უფრო არ შეუძლია ვიდრე არსებობის. აი მაგალითად ამდენჯერ მიფიქრია რომ წარმოვიდგინოს სად მთავრდება ცა. მაგრამ გონებაში რომ დავამთავრებ იმის შემდეგაც რაღაც არის, აი ვერ ვამთავრებ, აი წარმოდგენაში შეგვიძლია რომ რამე დავასრულოთ, მაგრამ თუ დასრულდა იმის იქით რა არის? არაფერი, აი რა არის, არაფერი რა არის.
და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ისეთი ისა და აი ჩვენ შემოქმედს თუ დავარქმევთ. მაშინ მისი შემოქმედების მიხედვით აღმოვაჩენთ მას. პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთი მის შემოქმედებაში იხილვება. ანუ მისი შემოქმედებით ღმერთს თუ სახელში მისი შემოქმედებით შემოქმედი იხილება. ასევე სიტყვით განცხადდება გონება, ხო? სიტყვით განცხადდება მამა. და ამიტომ ეს გუნურება ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენი გონება მაშინ არის სრულყოფილი, როცა მას აქვს სიტყვა ღვთისა. და სიტყვით განცხადდება მამაც, ძეც და სულიწმინდაც. და ამიტომ ქართულ სიტყვაში არის ესეთი რჯული. ანუ ჩვენ ვართ ქრისტიანული რჯული. ხო და ეს რჯული მოდის ძველი სიტყვა და არის მით ახალ სიტყვაში და ახალ ქართულში. და ნიშნავს სჯას. ანუ განსჯა, მორჯულება. ხო, აი განსჯა. ანუ ჩვენ გვაქვს ღმერთის განსჯა, ანუ ღმერთის სიტყვა. ანუ პავლე მოციქული რომ მათ ჰქონდათ მინდობილი სიტყვა ღვთისა, აი ეს არის რჯულიერება. ანუ რჯული გვაქვს, ნიშნავს რომ ჩვენ მონდობილი გვაქვს ღმერთის სიტყვა. თავისი არსით, თავისი შინაარსით. ამიტომ, როდესაც ვიტყვით მორწმუნე ადამიანს, აი ხშირად გონიათ, რომ ვისაც ღმერთი სწამს, ის არის მორწმუნე. ეგრე არ არის. ღმერთის არსებობის რწმენა არ ნიშნავს მორწმუნეობას. იმიტომ რომ არ შეიძლება გეშლებოდეს. იმიტომ რომ ყველა წარმართს ღმერთი სწამდა კერპების და მათ ღმერთად მიაჩნდათ, მაგრამ ზებუნებრივი არსებისა, ზებუნებრივი ანუ უხილავის არსებობის სწამდათ, მაგრამ ეს არ არის ხსნა, რომ შენ უხილავი არსების გწამს. რწმენა, როცა ამბობს, რომ რწმენაში რწმენით გამოგვიხსნა უფალმა პავლე მოციქული რომ ამბობს, ეს არის მდგომარეობა, როცა ქრისტეს იგწამს, რომ ის აღმერთი. ანუ ქრისტეს სიტყვა მოვიდა, სიტყვა განკაცდა, ამ სიტყვას ღებულობ და მოდიხარ რწმენაში. კი, ეს არის ღმერთი. მიუხედავად მისი უძლურებისა, რომელიც ჯვარს ეცვა, ეს არის ღმერთი. და ძალიან საინტერესო არის ქრისტიანობაში ნათელი და ბნელი. სულისთვის, ეს სულის მდგომარეობა, ნათელი და ბნელი და როგორც გითხარით, ნათელი რომ მოშორდა. მოსე, როცა დასაწყისში იყო, სანამ ერის გამოსახსნელად გაუშვებდა, მოსემ ნახა მაყლოვანი ბუჩქი, მაყულის ბუჩქი. იწვოდა, ცეცხლი ეკიდა და იქიდან ესმა ხმა. ამას ამბობენ, რომ ეს იყო მოწოდების, მოსეს მოუწოდა ღმერთი, მოწოდების ნათელი, რომელიც მოგვიწოდებს. და ნათელი რომ გავარჩიოთ ღვთის სიტყვა და ღვთის სიმართლე, წადი, ჩემი ერის გლოვა მესმის და გამოიხსენი. ანუ ერის მხსნელად უშვებს, ერის ხმა ესმის მოსეს. უბრალოდ უფალს, ტკივილის და მიდის მოსე. და მოსეს უფლის ნების გარჩევა შეუძლია, რომ მას უნდა თავისი ერის გამოხსნა და ეს უნდა გააკეთოს მოსემ. ეს არის აი ცნებების გარჩევას ეძახიან. და ძალიან საინტერესოა, მოსემ დასაწყისში ხედავს ნათელს. და როცა ავა სინას მთაზე ღმერთის პირის ანახავად, მაშინ წერია, რომ შევიდა უკუნსიბნელეში. და იქ გამოეცხადება ღმერთი. ანუ ბოლოს ხედავს სიბნელეს და დასაწყისში ხედავს ნათელს. და წესით პირიქით უნდა იყოს, ბნელში უნდა იყოს და რა მერე შედის ნათელში და პირიქით არის, მერეა ბნელი. აი ეს სიბნელე არის უდიდესი მდგომარეობა, როცა ადამიანის გონება კი არ ბნელდება, არამედ იმდენად ჩერდება, აი გაუგონარი, გაუგებარი, იმდენად მაღალია გონებისთვის ის, რასაც ხედავს. ამაზე ამბობს პავლე მოციქული, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ვიციო კაციო თავის თავზე ამბობს, რომელიც ეცად იყო აღკვდაცებულიო. და ისეთი სიტყვა ესმაო,
რომლის გამოთქმაო ნებადართული არა აქო ადამიანს. აი ახლა ეს ნებადართული ჩვენ გონია რომ შეუძლია, მაგრამ უბრალოდ ნება არა ხაგძალული აქვს. მაგას არ ნიშნავს. ნებადართული არა აქვს, შესაძლებლობა არა აქვს. ადამიანს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოთქვას ის, რასაც ხედავს ღმერთში და იმ მიღმიერში. მისი უნარების გამოყენებით გამოხატოს ეს. ხო, ადამიანურად ეს ცდილობს, მაგრამ აი ვერ გამოხატავს და ვერ ხედავს და ძალიან თუ ეს უნარები არ აქვს, ის უნარი საიდან აქვს, რომ იმ ფორმით მისთვის მიწოდებული სიტყვა გაიგოს და აღიქვას. აი გებულობს. აი როგორი რაღაც არის, იცით აი სიყვარული რატო ქვია? ყველაზე მეტად გაუგებარი ადამიანისთვის არის სიყვარული. აი სიყვარულს ვერაფრით ვერ გაიგებს, საიდან მოდის, როგორ მოდის. აი მაგალითად რო დაგისახელონ თუნდაც ხალისა და კაცის სიყვარული დაგისახელონ, აი ეგეთია, ძალიან მაგარია, თავადია, ესეთია, ლამაზია და შეიძლება საერთოდ არ შეგიყვარდეს. რო ნახო. აი რატო გიყვარს? აი ფორმულას ვერ ჩამოაყალიბებ, რატო გიყვარს? რამ შეიძლება შეგაყვაროს? მაგრამ სიყვარული იმდენად მაღალი გრძნობაა, რომ პავლე მოციქული რო ამბობს, ბოლოს სიყვარული რჩება. ეს სიყვარულს მეტის გაგება შეუძლია ვიდრე გონებას. გონება ყოველთვის რაღაც არითმეტიკულად ხსნის და სიყვარული არა, სიყვარულს არ გააჩნია არითმეტიკა. სიყვარულს არ გააჩნია ფორმულა, ეს უფორმულოა. და ამიტომ არის ღმერთი სიყვარულია და სიყვარული უფრო თუ არ შეგიყვარდა, აი ვერაფრით ვერ აგიხსნია რას ნიშნავს სიყვარული. ვისაც სიყვარული გზნობა არ გააჩნია, აი ვერაფრით ვერ გაიგებს, რაც არ უნდა ახსნან, რა არის სიყვარული. ეს იმდენად პირადია. აი იმდენად პირადია ღმერთი და ღმერთის ხილვა, რომ იმისი ახსნა შეუძლებელია გონებით, მაგრამ სიყვარულით კი. ამიტომ ეს ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული ახსნა არის ღმერთის, რომ ღმერთი სიყვარულია. ეს ხო ძალიან მარტივია, როცა გესმის სიყვარული რა არის, მაგრამ თან არის სიყვარული ღმერთის მასთან. ხო, ძალიან რთულია ამის გაგება, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ აი ძველ აღთქმაში, აი ღმერთი სიყვარულია, როგორი რაღაცა, იცით, აი ძველ აღთქმაში ღმერთ მოსეს უფრო შეეძლო თავის და ღმერთის გამოყოფა. ვიდრე გამოყოფილი იყო. ანუ მოსეს შეეძლო თავის გარეთ ენახა ღვთის ზურგი. და თუ ვიტყვით, რომ ღმერთის დანახვა მოსეს უფრო შეეძლო, ვიდრე პავლეს. ამ გაგებით. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ვგონებ მეც ღვთის სული მაქვს. ეს ძალიან საინტერესო პავლე რო იტყვის, რომ რომელიც ამბობს, რომ ჩემშია ქრისტე და მე თქვენ ქრისტე მოგეცით და ქრისტე თქვენშია, ნუ თუ არ იცით საკუთარი თავი გამოიძიეთო რას ამბობთ, ქრისტე მოგეცითო, წინ სიტყვოთო, ქრისტეაო თქვენშიო და გამოიძიეთო საკუთარი თავი. ხო და ამ ეს კაცი ამბობს, რომ გონებ ჩემშიც არის ღვთის სული. ეს არის ურთულესი მომენტი. ეს არის ის სიბნელე, რომლის ახსნაც ძალიან რთულია. აი ამ სიბნელეში ვარ მეც ამ ამბიონმა დამიბნელა უფრო ხშირად ვარ ამ სიბნელეში, ძალიან ხშირად და აი მოსე როდესაც მთაზე იყო და პირველად არა მეორედ ღმერთმა უთხრა, რომ აი შენ რო დაამტვრიო, ისეთი ფიცრები გამოთალიო ქვისგან და ჩემთან ამოდიო. პირველზე რო ჩამოიტანა დაამტვრია და მეორედ გამოთალიო შენ და ამოდიო ჩემთანო და ამოდის და იქ ეუბნება, ნუ როგორ უნდა მოიხსნერ, ჯულს აცლებს ღმერთი. ხო და რო ჩამოდის, მოსემო არ იცოდაო, რომ მის რადგან ღმერთთან საუბრობდაო და უფრო იქ ღმერთი საუბრობს. მოსე რამოდენიმე სიტყვას ამბობს, როცა დაინახავს. თორე აი ღმერთთან საუბარი ესეა მიჩნეული, რომ თითქოს მე ვესაუბრები ღმერთს. დიალოგის ფორმა არ ქონდა ნამდვილად. ხო, დიალოგი შეიძლება ვთქვათ ძალიან ცოტა. ღმერთთან საუბარი უფრო ის არის, როცა ღმერთი გესაუბრება. ანუ საუბარი საერთოდორის არის, ხო? მონოლოგი არ არის, საუბარიორის არის, მაგრამ ეს არის ენერგია და სინერგია. გადავალ მაშინ ენერგია და სინერგიაზე უფრო გასაგები იყოს და მე გავაგრძელებ. აი ენერგია სიტყვა, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოძრაობას.
რომ თარგმნოთ სიტყვასიტყვით, ჩვენ ხო ენერგია გადმოგვაქვს, ანუ ელექტროენერგია. ეს ელექტროენერგია ნიშნავს ელექტრომოძრაობას, ის ელექტროდები მოძრაობენ. ის არის ელექტროენერგია მოძრაობა. და სინერგია ნიშნავს ერთმანეთისკენ მოძრაობას. აი, როდესაც მოსე ადის მთაზე და ეუბნება ღმერთი დადექი მწვერვალზე, ეს სიმბოლოა ადამიანის ამაღლების. ადამიანი ადამიანობიდან რაღაცა ჩვეულებრივობიდან, ბუნებრივობიდან თუ არ ამაღლდა, ღმერთს ვერ ხვდება. და აი ეს მოსე, რომელიც მაღლდება ჩვეულებრივობიდან და 40 დღე რომ მწვერვალზე დგას და ღრუბელში და სიბნელეში, იქაც ხდება ღმერთი, ანუ ეს ნიშნავს ღმერთის ჩამოსვლას და მოსეს ასვლას, მაგრამ ღვთისმეტყველურად ღმერთი არც ჩამოდის და არც ადის, ღმერთი ყველგან არის, მაგრამ ღმერთის ენერგიები, ასე ეწოდება, ენერგიები, ანუ მოძრაობა, მოძრაობას კიდე ღმერთი არ მოძრაობს, გამოვლინებები. ანუ ღმერთი ჩვენ ვხედავთ ღმერთის ბუნებას კი არა, იმას, რასაც გამოავლენს ღმერთი ჩვენს მიმართებაში. და ეს გამოვლენა იყო ღმერთის სინას მთაზე მოსეს მიმართებაში. აი ეს გამოვლენები არის ის ენერგიები, ანუ ის მოქმედებები ღმერთისა, რომელიც ჩვენზეა, რომელიც ჩვენზე გადმოდის და რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელსაც ჩვენ ადამიანურად ადამიანის დონეზე ვწუდებით და მაგრამ იმდენად სახელ დაუდებელია, აი ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს საგნების გარეშე. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ საგანმა თქვაო, ადამიანიო, ბრმა არისო. როცაო მე დამინახავსო, სხვაზე იწყებსო ფიქრს. მეტრო შედარებას იწყებს. შედარებას იწყებს. აი მაგალითად არასოდეს გინახია და დაინახე რაღაცა ყუთი. თეთრი ყუთი დიდი. ნუ რასაც დღეს მაცივარს ვეძახით, ხო? სიტყვაზე. მაცივარი არ გაქვს ნანახი. ხო და ამბობ რა არის ეს? და ხედა ვიღება, გააღე, შეყავი ხელი, იქ ყინულები ნახე და შენი გონება წავიდა ყინულისკენ. მყინავი. ხედავ ყინავს და დავარქვი მყინავი. ანუ ყინულისკენ წავიდა გონება. იგივე ხდება მაცივარი. ცივა, ამიტომ მაციებელი, მაცივარი, ხო. საყინულე, მაცივარი და საყინულე. ხო და სინამდვილეში რაღაც ყუთია. ხო და აი როდესაც ქრისტეს ფერიცვალება იხილეს. ერთი ამბობს რომ მზესავით იყო, მეორე ამბობს მათეთრებელივით იყო, სხვადასხვა ამბობენ მოციქულები, იმიტომ რომ სხვადასხვაგვარად აღიქვეს ეს. ის აღიქვეს, მაგრამ ის მისი ღმერთი ერთია, მაგრამ გამოხატვა სხვადასხვა. იმიტომ რომ იმდენად არამქვეყნიურია ის, აი ვერ იმაშვები, აი ამ შემთხვევაში მზე არის სახვევი. ანუ ამას არიოპაგელი ეძახის სახვევებს. ანუ მაგალითად ყური უფლისა მართალთა ზედა ეს არის ყურში გავახვიეთ ის რომ ღმერთს ესმის. იმიტომ რომ ყური არა ღმერთს, ესე არ არის, ცხვირი არა, თვალი არა, ასე კი ვერ ხედავს. ახლა ჩვენსავით კაცივით კი არ არის. ქრისტეზე არ ვსაუბრობ, ღმერთზე ვსაუბრობ, ხო? სამემაზე. ხო. აი ესე არ არის, ხო? ღმერთი და ჩარჩოში არ არის და რაღაც ის, მაგრამ აი ღმერთი რომ მართალს უსმენს, ამის თქმა რო უნდა ადამიანს, ყურს თავის ყურს რუსმენადოა ყურთან არის კავშირი. ყურს იყენებს. და აი ყური უფლისა მართალთაზე და მაგრამ პირდაპირ ყური არ არის რა თქმა უნდა, ხო? ესეთი და ეს არის სახვევები, რომ რაღაცაში ახვევს. ამიტომ არის ვიღაცა აი ამას ახლა მე რასაც საუბრობ, ლოცვას ეძახის. ვიღაცა ეძახის ეს არ არის ლოცვა. ანუ მოსეს მდგომარეობას ვიღაცა ლოცვას ეძახის. პავლეს მე-14-მდე აყვანას პავლე ვერ ამბობს. არ ვიცი ხორცითი ვიყავიო, უხორცოდ ვიყავიო. ისეთი სიტყვები მესმაო რომ ადამიანს აკრძალული აქვს, ანუ ნებადართული არა იმის თქმისო, ანუ ვერ ამბობსო ადამიანიო. ესეთი და ამ მდგომარეობასაც ლოცვას ეძახიან, მაგრამ ვიღაც ამბობს არაო. ეკითხებიან ისაკ ასურს რომ რატო ეძახისო ზოგიო ამ მდგომარეობას ლოცვასო და ზოგი რატო ამბობსო ეს ლოცვა არ არისო. იმიტომ რომ სახეს ვერ არქმევენო. აი რა დავარქვათო მასო, ესო არ ვიცითო. ანუ თვითონაც იყო ამ მდგომარეობაში. ეს არის იმ სიმნელეს არქმევენ.
უკუნში შევიდა. აი სოლომონმა როცა კიდობანიო დააბრძანაო ტაძარი ხო სოლომონმა აუშენა პირველი და ეს კიდობანი სადაც დააბრძანეს დაბირში დააბრძანესო ანუ ეს იყო ცალკე შენობა იყო ეს არა საკურთხეველი როა ჩვენთან და ტრაპეზი ეგრე არ იყო მაშინ ცალკე იყო წელიწადში ერთხელ შედიოდა იქ მღვდელმთავარი და ისიც კიდობნისთვის შეხედო არ შეეძლო ვერ უყურებდა იქიდან ანათებდაო და ვერ უყურებდა და ერთხელ შედიოდა განწმენდით მარტო და სისხლის გარეშეც არ შეეძლო შესვლა ხო და ეს კიდობანი რო დააბრძანეს აი სადაც დააბრძანეს იქ დადგაო ღრუბელი და დაბნელდაო ანუ არ ჩანდა არც ტაძარი არც არაფერი და სოლომონის სიტყვებია უფალმა ინება სიბნელეში დამკვიდრება აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია სიბნელეში დამკვიდრდა ღმერთი ანუ აი კაცობრივი სიბნელე კაცობრივი უცოდინრობა ჭირდება ახლა უცოდინრობაში არ გულისხმობ რომ ნაკითხი არ იყო და ეს არ იყო პირიქით აი მოსე რო დადგა მწვერვალზე გაქრა მისთვის სამყაროს ვერ ხედავს აი პავლე მოციქულმა ღმერთი რო იხილა დაბრმავდა 3 დღე ბრმა იყო თვალზე ქეცი აედო და მერე ჩამოუვარდა ეს შეიძლება კი არა ამბობენ რომ აი ეს 3 დღე რო ბრმა იყო მაშინ იყო ზეცად მაშინ იყო აღტაცებული ანუ რაღაცის მიმართ დაბრმავება რაღაცაზე უარის თქმა სოფელზე აი ეს იწვევს ანუ სოფლის მიმართებაში სიბნელე რომ დაგიბნელდო ვერაფერს ვერ ხედავ არაფერი ანუ გონებით არაფერი არ გაინტერესებს აი მაშინ შედიხარ იმ უკუნში იმ სიბნელეში რომელსაც ხან ლოცვა ქვია ხან ლოცვა არ ქვია და ამაზე ამბობს ახლა გავაგრძელებ იმას რაც თავიდან დავიწყე პავლე მოციქული ამბობს ამ მოსეს ჩამოსვლაზე მოსე როდესაც ჩამოდის მთიდან მოსემ არ იცოდაო რომ მისი სახეო გაწყნებული იყო თვითონ ვერ გწევდა და რომ ჩამოდის ქვემოთ რო ერი ელოდება და ეს ცნება რომ ჩამოუტანა შეეშინდებათ ხალხში შეეშინდება და შიშით არიან და მოსეს თვალს ვერ უსწორებენ და იქ ეუბნებიან რომ შენ ელაპარაკეო ღმერთს ჩვენ უნდა დაგველაპარაკებაო ღმერთიო ანუ უკვე შეშინდე და ჩვენ უნდა დაგველაპარაკებაო შენ ელაპარაკეო ღმერთსო და შენ კიდე ჩვენ გველაპარაკეო და აი ამ შიშის გამო მოსემ რახან გაბრწყინებული იყო მოსე რიდე დაიფარაო თავზე რო იფარებდნენ და მერე იმით კითხულობდნენ ძველ აღთქმას აი რიდე დაფარებული ხო და ეხლა რამხელა მოვლენა მოსე რო გაბრწყინებული გამოდის მოსემ რო ერთი ზურგი იხილა ხო და პავლე მოციქული ამბობს აუცარ სიტყვებს რომ ესო მოსემ რიდე რო ჩამოიფარაო ეს იმითო გააკეთაო რომ ებრაელებსო არ ენახათო იმ ნათლის წარმავლობა ეს იყო წარმავალი ნათელი იყო და ჩვენო თვა რიდე ახტილი პირდაპირ უყურებთო ღმერთს გულისხმობს იესო ქრისტეს გულისხმობს სულიწმინდას ხო და ქრისტეს თავისთავად რომელმაც მოგცა სულიწმინდა და ეს არის აუცილებელი ახლა რო თქვი რომ მოსე გარეთ ხედავდა და უფრო შეეძლო ღმერთის დანახვა აი ეს რთულდება საკუთარი თავის გამოყოფა ღმერთისგან რთულდება ახალ აღთქმაში იმიტომ რომ ეს ღმერთი რომელმაც მოსემ გარეთი ხილა ზურგი იხილა ეს ღმერთი გადმოდის ჩვენ სულში აი ნატურა რო ვთქვით რომ სული ნატურა ის ენერგია ღმერთის მოქმედება და ინთება სული და განათა სულმა და როცა აი ნათელს უყურებ იმ შუშა ხო არის ნატურაში ან რაღაცა აი იმ შუშას უკვე ვერ ხედავ ეს შუშა გეკარგება სინამდვილეში იცი რომ ის შუშა აი ამას ნიშნავს გონებ მეც მაგ ღვთის სული გონებ კი არა ღვთის სულია მაგრამ ადამიანს უწირს ღმერთისგან საკუთარი თავის გამოყოფა იმდენად ანათებს და იმდენად აღმრთობს ამას ნიშნავს განხრთობა რომ აი წმინდა მამები ამბობენ ბოლო არის ის რომ საკუთარ თავს ხედავ ღმერთად ღმერთში ეს ახლა
მეორენაირად რო ავხსნათ კიდე აი მე მაგალითად ჩემს თავს რო წარმოვიდგენ თქვენ როცა თქვა თვალი დახუჭოდა თქვენი თავი წარმოიდგინოთ თქვენს თავს სიბნელეშიც რო იჯდეთ გონებაში წარმოიდგენთ ნათელთან ერთად იმიტომ რომ თქვენი თავი თქვენ იცით ნათელთან ერთად ანუ ეხლა ჩვენ განათებულები ვართ ამ ნათელს გულისხმობ ფიზიკურ თავს გულისხმობ ჩვენს სხეულს ანუ ჩვენს სხეულს როცა ჩვენ წარმოვიდგენთ ეს ისეთ წარმოვიდგენთ როგორიც გვაქვს ნათელთან ერთად დანახი აი ამ სხეულიდან ეხლა მე ამ ნათელს ვერ ვაშორებ ეს სხივის მიერ მიღებული აღქმა ანუ აი ეს ფერი ეხლა ეს ფერი მე მაგ ნათელთან ერთად შიგნიდან ტელეფონი ვიხარ ვანათებ ნათელთან ერთად არის ეს ნათელი არის რომელიც მე מחილი ვინებ ჩემს თავზე მე ეხლა ვიცი რომ აი მაგალითად თეთრი ვარ თუ მოწითალო ვარ ხო აი ეს ვარ ვამბობ მაგრამ არ ვახსენებ ნათელს ესეთი ვარ მაგრამ ნათელს არ ვახსენებ მაგრამ ვიღაცამ რომ მითხრას ეხლა შენ იტყუები ასეთი ნათელთან ერთად ხარ მართალი იქნება ხო სინამდვილეში არ ვიტყუები მაგრამ არ ვახსენებთ რომ მე ნათელთან ერთად ვარ თეთრი თორე ისე მე არ ვიცი რა ფერი ვარ საერთოდ როგორ არის ეგ ფერი ისიც არ ვიცი ეს მაჩვენებს ესე ხო ამიტომ როცა ღმერთი გადმოდის ადამიანის სულში სულიწმინდა რაც ქრისტემ მოგცა ის საკუთარ თავს ხედავს ღმერთად და მაგრამ იმ უძლურებაში რა უძლურებაც ჰქონდა ქრისტეს. აი ძალიან საინტერესოა ხო პავლე მოციქული ამბობს კარგი ზეპირად ვიტყვი ჰქონდა ეს ჩანიშნული მაგრამ თუ მოსეო ესეთი ნათელი იყო რომელსაც ჰქონდა წარმავალი ნათელი. წარმოიდგინეთო ეხლაო ის ვინც სულიწმინდას ემსახურებაო სულიწმინდის მსახურიაო და ვისი სულიწმინდაო რამდენად აღემატებაო მოსეს. და მოსეს მდგომარეობას. ანუ იმდენად აღმატებულია რომ უკვე აი ადამიანის სული პირისპირ უყურებს თავის თავში სულიწმინდას. რომ ის ხედავს ღმერთად ღმერთში საკუთარ თავს და ეს არის გამოუთქმელი სიბნელე. ანუ რაღაცა სიბნელეს ეძახის. მამარდაშვილი ეძახის გონებრივ უსკროლს. ვიღაცა უსკულს ეძახის, ვიღაცა სიმაღლეს ეძახის. ანუ ეს არის გონებრივ უსკულში ყოფნა, არის ამ ნათელთან ერთად, მაგრამ ეს უსკულია, სიმაღლეა, სიგრძეა, სიგანე, ამის თქმა, სიბნელეა, ნათელია. აი ამის თქმა ძალიან რთულდება ადამიანში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი მაგალითად, რომ აი ტაძარი არის, დღეს ეკლესიას ეძახიან ტაძარს, ეს ძალიან ცოდია რომ გაიგივეს ეკლესია და ტაძარი ეკლესია არ არის ტაძარი არის ტაძარი შენობა და ეკლესია ვარ ჩვენ ანუ მოწოდებული ხალხი და ხალხი რომელზეც გადმოვიდა სულიწმინდა დამკვიდრებული ანუ ჩვენ მეორენაირად აი ეკლესია კი არა კიდობნები რო გვეწოდოს სრულიად მისაღები ფორმა ტერმინია ჭურჭელი ხო თქვით აი ჭურჭელი ადამიანი ანუ სიბნელეში დამკვიდრება ინება ღმერთმა სოლომონმა რო თქვა ანუ სიბნელე ჩვენ ამ შემთხვევაში არის ჩვენი ხორცი მიუხედავად ისა ჩვენზე სულიწმინდა გადმოდის არ ნათდება მოსე ხო განათდა მაგრამ ეს იმად დასაჯერებლად იყო მაგრამ მოციქულებზე სულიწმინდა გადმოვიდა ცეცხლის სახით, ხო? ნუ ცეცხლის ენებით. თვითონ ვერ ხედავდნენ. ხალხმა დაინახა. შეიძლება ერთმა მეორეში დაინახა, მაგრამ თავზე რო ხისა, თვითონ კი ვერ დაინახავდა. მაგრამ ეს იყო დასანახად ვიღაცების და არა ის რომ ესე გადმოდის სულიწმინდა. მაცხოვარზე რო გადმოვიდა ტრენდის სახით, ამაზე ცეცხლის სახით. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს ამას რომ ბოროტისთვის ღმერთი არის დამწველი ცეცხლი. და კეთილისთვის ნათელი გააჩნიებისთვის რა არის ხო და ცეცხლის სახით რომ აი უცოდინრობა რო დაეწვა ეთყობა ამას ამიტომაც არის და ენების სახით იმიტომ რომ ამეტყველა სულიწმინდა ამეტყველებს მოკლედ აი ეს კიდობანი იმიტომაც დაბნელდა რომ ჩვენში ღმერთის გადმოსვლით
გარეგნული ფორმა არაფერი არ იცვლება. მაგრამ როგორც იოანე ამბობს, როგორც პავლეც ამბობს, რომ როცა გამოჩნდება ის, როცა განცხადდება ქრისტე ხორციელად მოსვლის დროს, აი მაშინ ჩვენც განცხადდებით, ჩვენი დიდებაც განცხადდება, რომ ჩვენ ისეთი ვართ, როგორიც არის ის. როგორიც არის ქრისტე, ისეთი ვართ. ოღონდ ეს ადამიანური გაგებით, რა თქმა უნდა, ისეთივე ის ღმერთია, მაგრამ ჩვენ ვართ განხთობილი. ის არის ღმერთი, რომელიც განკაცდა და ჩვენ ვართ კაცები, რომელიც განვიმხდობით სულიწმინდით. და ჩვენ ვართ იმ სულიწმინდის კიდობნები. და თუ ესე ვიტყვით, აი ღვთისმშობელი არის ტაძარი. ტაძარი კიდობანი, რომელშიც განკაცდა ის ღმერთი, რომელმაც მისგან შეიმოსა, რომელიც იყო კიდობანში, კიდობნიდან ავლენდა ენერგიებს, ის განკაცდა და მასში შეიმოსა კაცობრივი ბუნება, ანუ კაცობრივი კიდობანი. ანუ ის კიდობანი სრულად და ერთადერთი ჭეშმარიტი არის ქრისტეს კაცობრივი ბუნება, რომელშიც მკვიდრობს სამების სისავსით, სამება სისავსით, ანუ ღვთაების თელი სისავსე, რომელზეც სული გადმოდის, ვინც მე მიხილა, მამა იხილა, აი როგორც გონებაზე ახსენით. მასშია ეს სისავსე და ადამიანი, კაცი, ღმერთ მამაკაცობრივი ბუნება ესე ეძახიან ქრისტეს განკაცებულს ქრისტეს. ხა ეს ღმერთ მამაკაცობრივ ბუნებაში მის პიროვნებაში ვიხილეთ ჩვენ ღვთისდიდება. და აი როგორ არის იცით რომ აი სასუფეველი რა არის სასუფეველი? აი სასუფეველი ნიშნავს სამეფოს. ახალი ქართულით არის სამეფო. სამეფო ნიშნავს სახელმწიფოს. აი საქართველოს სახელმწიფოს, ხო ვამბობთ. აი ეს ცათა სასუფეველი ნიშნავს ცათა სამეფოს, ცათა სახელმწიფოს, მაგრამ ეს ვიღაცა ცათა სამეფო გონია რომ რაღაცა სახელმწიფოა იქ სახლები და ისინი არ არის ეგრე. აი ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ცათასა და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ, მაცხოვარი რომ ამბობს. ცათა სასუფევლის სამართალი ეძებეთ. ცათა სასუფეველი ეძებეთ. აი როგორ უნდა მოვძებნო და სად არის ეს ცათა სასუფეველი? როგორ უნდა მოვძებნო მე? და როდესაც მოციქულები გაუშვა საქადაგებლად პირველად ესე წერია რომ ისინიო ქადაგებდნო ცათა სასუფეველზე. აი რა იცოდნენ? რა იყო? ცათა მოციქულები. ხო, მოწაფეები იყვნენ. მოციქულები ხო არ იყო პირველად გაუშვა ქრისტემ და კურნავდნენ სულიწმინდით და სასწაულებს ახდენდნენ და ეშმაკები გაგურბიანო რომ მოვლენ და გახარებულებიანიან და აი რა იყო ეს რას გადაგებდნენ? ახლოს სად არის ახლოს ცათა სამეფო? და აი ამის გაგება არის ის რასაც მე ახლა ვყვები, აი ამის ახლოს არის ცათა სამეფო, რას ნიშნავდა და ეძებეთ ცათა სასუფეველი. თუ ჩვენ ვიტყვით რომ სასუფეველი არის სამეფო, სადაც ღმერთი მკვიდრობს. ის ადგილი, ხო? დიახ. ანუ სადაც მეფე მკვიდრობს, ის არის მეფის სახელმწიფო. და სად მკვიდრობს ეს? სად არის? ქრისტეში. ანუ ქრისტეს კაცობრივი ბუნება არის ცათა სამეფო, ცათა სასუფეველი, ცათა რა ვიცი, ყველაფერი რაც კი შეიძლება ღმერთზე ნახო, ღმერთზე იხილო, სადაც შეიძლება ღმერთი იხილო, საიდანაც შეიძლება ღვთის ენერგიები მიიღო, ეს არის ქრისტე. ქრისტეშია დამკვიდრებულია, ქრისტე ახლოს არის, ანუ აქ არის ქრისტე. თქვენ შორის არისო, ერთგან ამბობს, ფარისევლებს ეუბნება, აგერ არისო, თქვენ შორის ცათა სამეფო, როდის დაამყარებო ცათა სამეფოსო. და აი თქვენ შორის არისო, თვითონ არის ცათა სამეფო ქრისტე. და ამიტომ როდესაც ვიტყვით კიდობანი რა არის? კიდობანი ეს არის კაცობრივი ბუნება ქრისტესი. ჭეშმარიტად. და
ამის მიხედვით მან ჩვენ ყველას როგორც პავლე მოციქული ამბობს ჩვენ ესეთი მოგვანდო მან საოცრება მოგვანდო რომ ჩვენი ხელითო გადადისო ჩვენი ხელით მოგეცემათო თქვენ ქრისტე და სულიწმინდა ამაზე სიმონ ღვთისმეტყველი ამბობს ის კი არ არის მოწონებული ვინც თავს იქებს არამედ ის ვისაც უფალი აქებს აი ეს სიმონ ღვთისმეტყველს აქვს კარგად ნათქვამი რომ ის კი არ არის მორწმუნე ვისაც ღმერთი სწამს არამედ ის არის მორწმუნე ვისაც ღმერთი ერწმუნება ქრისტე რო ამბობს ვინ არის სარწმუნო მონა აი ეს ღმერთი რო ერწმუნება ნიშნავს რომ ღმერთი რო აძლევს საკუთარ თავს როცა აი პავლე მოციქული რო ამბობს რომ საოცრება მოგვანდო და მე თქვენ ქრისტეს სული მოგეცით და ქრისტეა თქვენში ღვთის სიტყვა აი ღვთის სიტყვა რო შემოდის ჩვენში და ღვთის სული რო შემოდის და იმკვიდრებს ჩვენში ეს არის მოციქულთა მიერ მოცემული მაგრამ მოციქულები პავლე ამბობს რომ მე ჩემი არ არის მე კი არ გაძლევთ მაგას ჩემგან გეძლევა და ეს საოცრება მოგვანდო ჩვენ ამიტომ არის პავლე მოციქული იმდენად საოცარი ადამიანი რომ მას მიანდო მათ მიანდო ღმერთმა რომ ჩვენში დამკვიდრებულიყო და ჩვენ მოგცემოდა სულიწმინდა და არა წიგნი რომელიც კლავს როგორც პავლე მოციქული უწოდებს ახლა წიგნი კლავს სიკვდილს ემსახურებოდა მოსემ ჩამოუტანაო ცნებები რომელიც სიკვდილს ემსახურებოდა რომელიც აკრძალვა იყო რომელიც სიკვდილს ემსახურებოდა ნიშნავს რომ არა კაცკლა არ გააკეთო ეს არის აკრძალვები ხო და ეს აკრძალვა რომ არ გააკეთო ეს ვერ გადაგარჩენს მაგრამ ეს ღვთისმცნევა რახან არის და რომ არ აკეთებ აი შეიძლება ღვთისმცნევა გადაგარჩინოს ვინმე გადაგარჩენს მხოლოდ სული ის არის აუცილებელი მაგრამ არა საკმარისი ხო ის არის აუცილებელი იმისთვის სული მიიღო ანუ გადამჩენელი ეს არ არის გადამჩენელია სულის მიღება ამიტომ როცა სული მიიღო მოსეც მაშინ გადარჩა ხო მოსეც ხო ჯოჯოხეთში მიდიოდა მაგრამ ქრისტემ ამოიყვანა იქიდან და პავლე მოციქული კიდე არის ადამიანი რომელიც პირდაპირ ცხოვრებაშივე გახდა ჭურჭელი და მიიღო სული და გაცოცხლდა ამიტომ ქვია მხსნელი მაცოცხლებელი რომ სული გადმოდის სული წმინდა გადმოდის რომელიც აცოცხლებს ებრაელები ეძახდნენ მაშიახ მესია ცხებული და ისინი ეძახდნენ სამარიტელები აღმდგენელს თურმე დამავიწყდა სახელი როგორ არის აღმდგენელს ეძახდნენ მესიას და აღმდგენელი ნიშნავს რომ აი აღადგინა ადამი რომელიც იქ დაეცა და დღესაც აი ჩვენში კვიდრობს სული რომლითაც ვამბობთ აბა მამაო მადლობა დღეს აგავჭირდეთ თუ შეგვიძლია უკვე დავაანონსოთ რაზე ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ გადაცემაში თუ ვართ ამისთვის მზად შეგვიძლია ჩვენს მაყურებლებს ვაუწყოთ ესეც სანამ დავამშვიდობებით სახარება არის ძალიან საინტერესო ბევრი გაგებით და ერთი გაგებით მინდა დავაინტერესო მაყურებელი და მინდა ამაზე ვისაუბრო მომავალშიც სახარება მოციქულებმა ჩაწერეს ისე როგორც უთხრა ქრისტემ და არა ისე როგორც გაიგეს ქრისტე აღდგომის შემდეგ ანუ რო არ ესმოდათ როგორ ესმოდათ კი არა როგორ თქვა მაგრამ სახარებაში თუ თავიდან დაიწყებ სახარების კითხვას და მაგალითად არ არსებობს აღდგომა ვერ გაიგებ რა მოხდა იქ იმიტომ ვერ გაიგებ რომ იქ არის ისეთი რაღაცები რომლებიც მოციქულებსაც არ ესმოდათ აი მაგალითად მაგრამ ესე ჩაწერეს მაგალითად არის ესეთი ადგილი რომ სანამ თქვენ შემოივლითო შემოვლას ვერ მოასწრებთო ისრაელის ქალაქებისო სანამ ძეკაცისა მოვაო
ამას ბევრი ამბობს რომ ეს მეორედ მოსვლაზეა და ასე შემდეგ, მაგრამ რა შუაშია ისრაელი მეორედ მოსვლისას. ისრაელიც, მაგრამ მარტო ისრაელი ხო არ არის ისრაელის ქალაქებში სადივლის მეორედ მოსვლისას ეს. და ეს არის საუბარი თავის აღდგომაზე. ანუ ისე ამბობს რომ შეფარვით ამბობს, იმიტომ არ ესმოდათ. თავში ხო არ ამბობს რომ მას მოკლავენ, ბოლოს ამბობს. თავში რო ეთქვათ მე მომკლავენ ჯვარს მაცმევენ და მე თქვენ ვერ მოგცემთ ამ ქვეყნიურ იმასო არც გაყვებოდნენ. ამ ქვეყნიურ დიდებას. და ამიტომ სახარება მაგალითად ძველი აღთქმა განიმარტება ახალი აღთქმით, ანუ ქრისტეს ნათქვამით, ქრისტესობით, მაგრამ ახალი აღთქმა ქრისტეს სიტყვები განიმარტება აღდგომით. და აღდგომა გასაგები ხდება სულიწმინდით. ანუ ბოლოდან უნდა დაიწყო, რომ ჩახვიდე ადამიანის შექმნამდე, რომ გაგება, ბოლოს იხსნება და აი ეს დღევანდელი ისიც, ესეც ამაზეც ამბობს პავლე მოციქული, რომ ეს არის ნახევარი. ჩვენო როგორ სარკეში ისე მუნდოვან სარკეში ისე ვხედავთო და მაშინ დავინახავთო სრულად და აი ყველაფერი რასაც ჩვენ ვსაუბრობ და ყველაფერი რაც ჩვენ გვესმის ღმერთზე ეს განიმარტება მაშინ როცა იქნება მეორედ მოსვლა. ამიტომ სახარების აი ამ რაღაც ადგილებზე, ნუ ქრისტეს შობაზე რა თქმა უნდა და შობის შესახებ ვისაუბრებთ, მაგრამ აი რა მოხდა, როგორ მოხდა, მე ასე მივყვეთ არა მხოლოდ შემდეგ ლექციას, არამედ მთლიანად აი სახარებაზე მინდა ვისაუბრო, რომ გასაგები გახდეს იქ რა წერია და რატო წერია. საინტერესოა ძალიან. დავამშვიდობ დღეს მაშინ ჩვენს მაყურებელს. მე მათ და ყველა თქვენგანს მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველკვირეულად გადის ეს გადაცემა ციკლს თავში დავთქვია მამა დოროთეს ამბიონი და ყველა თქვენგანს აქვს შესაძლებლობა დროების YouTube გვერდზე სისტემატურად უყუროს ამ გადაცემას მოისმინოს და კიდევ უფრო კარგი იქნება თუ კი მოიწონებთ არხს მთლიანად, მოიწონებთ გადაცემებს, გაუზიარებთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება არიან ან დაინტერესდნენ მსგავსი შინაარსის გადაცემებით. მადლობა მამა დოროთე კიდევ ერთხელ. მადლობა ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში.